ბატონო დავით, თქვენს კითხვაზე შემიძლია ასეთი პასუხი გაგცეთ. ჯერ ერთი არ მოდის სიტყვათ, 4 ენა არ არის. მეგრულ ჭანური მერე მოხდა თორე დასაწყისში ეს არის ზანური, სანური, ჭანური, კაენური და სვანური, რა თქმა უნდა, შუმერულთან ახლოს და მაშინდელი მე-7000-ეული, მე-5000-ეული და მესხური. აი ამ სამის ნაზავი არის დღევანდელი სალიტერატურო ქართული, რომლის ფუძე არის ქალდიაში. კირიონ მეორე ამბობს, რომ ქართი მოდის სახელიდან ქალდი. უწმინდესი ამბობს, რომ საფიქრებელია კი არა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქალდი დღესაც ხსენებაშია ტრაპიზონის მაღლა დღევანდელი გვიმიშხანელოა ვერცხლის საბადოებში ქალდური ტომი. იმის იქეთ, პრეისტორიულში, წინარე კოლხურში, შუამდინარეთში ცხოვრობდნენ ქალდები, რომლებიც იგივენი არიან იმ გენეტიკით, სანამ შემოვიდოდნენ ინდოევროპელი ენის მოხმარებელი ხალხი, აი ეს ერთი მოდგმა და გახდა დღეს ზანურ ლაზური. ლაზური ცალკე ლაზი არ არის, ეს არის სვანურად ლაზან, სანური ზან. დღესაც მთიელები უძახიან, ჩრდილოკავკასიელები მთიელებს ზანლარ, სანლარ, ზანოი, ეს ზანია. ზანი არის იგივე ჭანი. ჭ არა აქ ევროპას და კაენის მაგრად ამბობს ჭაენი. ეს არის აბელი და კაენი, იბერი და ჭანი, რომელიც ერთი და იგივეა. ერთი მიწის მუშაა, მიწათ მოქმედი და თესავს და მოყავს, მეორე რკინა ფოლადი. აი ეს ერთობა დღეს რო ვთქვათ რეალურში და დე ფაქტო, დე იურე არა დე ფაქტო, ლინგვისტურად ეს ენები არის ენები, მე წელა ლექსში ვთქვი, ოღონდ სოციოლინგვისტურად ფაქტია და სოციოლინგვისტურად ეხლა მეგრული არაა სატელევიზიო დიალექტის მდგომარეობაშია, მაგრამ ის დიალექტი არ არის როგორც ზემოსვანური, არა, ზემოაჭარული, ქვემოაჭარული, მაჭახლური, ზემოიმერული. ეს სხვა, კაცო, ეს შემდეგ დიალექტია. მეგეუნები წინარე ენის განშტოების ერთ-ერთი ფესვი. ზანურ, სვანურ, მესხური. ბიბლიაშიც არის მოშოგი და მერე იქიდან წავიდნენ. ამას წყალი არ გაუვა. მიმტკიცოს ვისაც უნდა. მე-4 საუკუნის დასაწყისში ეს ენა, რომელიც დაჭირდათ სახარების სათარგმნელად, რომ გაბმული მეტყველებისა ქონოდათ, მამები დაჯდნენ და შექმნეს ენა ახალი. ლაზურში ისეთი სიტყვებია, გინავის ხავსანში, გინაასე, გიდაშრანიკში და გიდა ძველ ქართულ ტექსტებში. ვერ ნახავ დღევანდელ ლაზს. არა უყოფიეს მას. ხო, არის დღეს არ გაუკეთებია მას. ლაზურში არის ვაუყოფუნ მუს. მუყვაი, რასახყოფ. იგივე ზმნა, იგერ ზანურშია და სხვა კი არ არის და სხვა კი არ მოდიოდა. განფენაა ენობრივი მოდის საიდან იცი? სანამ შემოვიდოდნენ მე-3000 წლებში, სანამ შემოვიდოდნენ ჭირი დავაყარე, მოვიდოდნენ აქამდე და გაითქვიფეს ცივილიზაციას და კულტურას. მოკლედ ვიტყვი, დღევანდელი ევროპული რენესანსი დამყარებულია ბერძნულ რომაულ და ბიზანტიურ კულტურასთან, რომელიც თავისთავად თლიანად თუ არა ცოტა მაინც კი უმეტესი მოპარულია და დამყარებულია ძველ კოლხურ იბერიულ კულტურასთან. ყველა ღმერთი შუმერულშია, ყველა რაც რამ ბერძნებს აქვთ. სირცეს იმას უწოდებდნენ, რა ქვია, ქალღმერთს. მედიჩები, იტალიის ან რომი, ეტრუსკები, ასე მოდის, მაგრამ ისეთი წერა ლექსი ვთქვი. ძირი ზანურია. ზანურს ვერ ვიტყვი. ერთი ენიდან მოსული მეტყველება, რითი მტკიცდება, იცი, ხორხით. ენათ მეცნიერებაში არის ისტორიული დარბითი მეთოდი. აი საწარმოთმო ორგანო არის ხორხი. ჭულს ევროპელი ვერ იტყვის. მე თურქეთში ბერძენს და ლაზს ვიცნობ. ცაის ლაზი არ იტყვის, ჩაის იტყვის. იჩუს ამბობს. ბერძენი ვერ ამბობს. ცაო იტალიურად. ამიტომ ის ენობრივი კონსტრუქცია ისეთია, რომ მონათესავე თუ არ ხარ და იმის გენები არ გაქვს,
ვერ იტყვი იმ გერას რომც მოკლე და მილიონი როც მოგცე და ამას რო ახლა ამზადებენ და მეცნიერები პაგონებს იკერებენ ბოდიში მაპატიონ რა ძალიან მაპატიონ ზურად და სიყვარულით გაიგონ ჩემი სიტყვა ამას მამულს ღალატობენ ფესს უთხრიან მაგრამ არ არსებობს დამალული რომელიც არ გაცხადდეს დამარხულ არსენა ქართული დღემდე მეზე მიორით მოსვისა მე ვთქვი მე მოვედი უწინ ამ სამსიტყვის რა მათქვევი და მე რომელი იონატივწემელი ვარ მაგრამ მე აქ საფში დარჩენილი ამიტომაც 2003-ში მომძებნა უწმინდესმა ენათმეცნიერები მოვიდნენ საფში მთელი ენათმეცნიერები ტელევიზორში იყვნენ არნოლდიანი კარტოზიები ჩიხოვანები გუტელიები მიმიყვანა მომნათლა შვილობილად ამიყვანა და კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრი ჩამოაყალიბეთ თურქეთიდან ჩამოვიყვანეთ ვამღერეთ თქვით მე მოვიდა რომელიღაც პარტია და გაგვაჩერეს შეგვაშინეს მაინც არ შეგვეშინდან მამები ეკლესიებიდან კაპის ვაძლებდნენ მარტო სასტუმროს ფულს ძეხვი და პური მიქონდა და ვიკულებდით იმას რაც ქართველი მეცნიერი არ ყოფილა იქეთ მაშინ რა გუმიშხანაში კაპადოკიის და დაბლა ხო დაბლა ანგრეზი ვიყავით ენდი ბაიერის ინგლისელი მეცნიერის ენდი ბაიერის ნაკვლევის მიხედვით როგორც ზუსტად ამბობს იცი მიხვალო რომელიღაც ციხეა თავს მიადებდა არის სირო იქარიო და შიგნით იყო აი ესე ჭანჭა ჭალიხა საქართველოს 4 სამეფო გვარი ყავს კავაზიტები ჭანიხიდები ბაღვაშები და ბაგრატიონები აქედან ბაგრატიონებს ჭანიხი მე რომელი არა აიგენ ბაღვაშებს კლავი კონდათ თავში ვერ იყო ბაგრატიონებს ორივე twinits და კლავის ამიტომაც 8-9 საუკუნე იმეფეს იქიდან არიანი აქ ეხლა სარფიდან ლაზურიდან აქემალ-ფაშადან ამ დონიდან შეიძლება მეცნიერი საუბრობდეს მესამე კლასის მოსწავლე ხო არ ხარ კაცო ამას რა გადება უნდა რა თქმა უნდა მოდი წავიკითხო ჩემი წიგნიდან ნახავთ ყველა სიტყვა თუ არ არის დასესხები თუ არ არის რაღაცა ლოკალური დიალექტური და ხტია ხო ტერიტორიის მიხედვით რა ორახული მდგომარეობა აქ თემზის იგენია ლექსები ბევრი იქ ხორბლის და რაღაცის და თუ აქ არაა სხვაობა იქაც არ არის სოფლის მეურნეობის საქართველოს ეკონომიკურ ისტორიაში ბატონი დიდი ივანე ჯავახიშვილი ლაზურში ეძებს ყველა ძირს და ფეს 400 ჯიშის ყურძენია ეს ლაზური ის ხა უცხო კი არა აჭარაში უდრე როცა ავტონომია გაკეთდა და ავტოტური იყო სირცხვილი იყო ლაზობა არა ლაზი არ ვარ აჭარელი ვარ და ქსენtilazia ეთრას გავხარ აი ეს გამოვიცია მაგრამ მე ჩემი გვარით პატრონობით ჩემი წინაპრები ჩემა პაპამ მე მედაბაშიძე დაიხსნა სერვიბრებ ჯახელი ჩახერგა როცა ბათუმი სარფი გონიო სარფის ტერიტორიიდან დასვლა უნდოდა სულთლიანად საქართველოს განთავისუფლების ლაზეთის კომიტეტის ერთგული წევრი იყო დამფინანსებელი საიდუმლო დღეს ბიზნა როა ისე და არც ერთი არ მოუშვა ჩვენ გვარში ისე იბადება ზურაბი ალი ალექსანდრე ყველანი დღეს მე გადავრჩი მე არ შემიძლია გაჩერება მე არაფერი არ მაკლია მიწა მაგ ბაღი მაგ ხილი მაგ ყველაფერი მაგ ბონდ ჩემი ესეთან ისეთი რამე გავაკეთე რომ გარდავიცვლები ღირსეულა და პატიოს რაც შემეძლოს ის აჰა მოვედი გაიხარე ორი კითხვა კი ბატონო საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ასაც კითხავთ ახლა მე თქვი ზანური ენის ჯგუფი მეგრული და ლაზური ასე ვთქვათ ხო გაიყო ასე როგორც არის წოდებული რა ზანური ჯგუფია ესეც რა მოხდა იცი აქეთ დარჩენ ზან ლაზები ჭანებ ლაზები იქეთ მანრალ მეგრელები კი ბატონო არ გვეოდია კითხვა ასეთია დიახ ქართულთან ურთიერთობაში დიახ როგორი ხარისხობრივი კავშირი შეგიძლია თქვენ შეაფასოთ აი რამდენად და რითი არის დაკავშირებული მეგრული ქართულთან და ლაზური ქართულთან რა აქვთ მათ საერთოდ განსხვავება მოკლედ გეტყვი არის ასეთი სუფრაზე მისატანი ნიფტი ხაჭაპური აჭარ ლაზური ხაჭაპური რომელსაც აჭარული დარგები თორე ჩამოვიდა თბილისიდან იქიდან აქედან ნახა ბათუმში ხო აჭარა იყო და აჭარული ქვია ეს არის ლაზური ნავი ჩამოვალი მზე და თეთრი ყველი ყველისა კვერცხისა კარაგისა თუ ცომისა ის ხაჭაპური ერთი მითხარი პასუხი ესაა რა ეს ერთი გაიგე მორჩა გავიგე შემდეგი კითხვა დიახ ძალიან საინტერესოა ასევე სამეთყველო აპარატის კონსტრუქცია ბრძანეთ ჩვენ ქართველებს ანბანში 25 ასონიშნიდან ღ ყ ვიდრე ეს გასაგებია სხვა რა კითხვა მაქვს
ღანიდან ჯანამდე 11 ნიშანი რომელიც ბგერასაც გამოსცემს ამას რამას პატარიძემ დაარქვა ქართული ჯგუფი. დიახ. და რაც თქვენ ბრძანეთ რომ აი ჭის გამოთქმა ევროპელებს დიახ. აი ეს ქართული ჯგუფი რომელიც გამოთქმა ჩვენ ქართველებს შეგვიძლია. ხო. ერთობლიობაში კიდევ არსებობს სხვა ერი რომელიც ამას ყველას გამოთქვამს. ქართველური არის იბერიულ კავკასიური არ შეიძლება დაარქვა იბერიულ წინარე ქართული იბერიულ კავკასიურშიც არის ქართველური ჯგუფი იბერიულ წინარე ქართულში უფრო დიდია ქართველური ჯგუფი რომელიც ერთნაირად გამოთქვამს ანუ არის გარდა თავსად ბოლოსარტისა კავკასიის გარეთ კავკასიის გარეთ დღეს გამოცხადებულია ვინმე არავის დღეს ცოცხალი არავინ არა არავინ ათესავი ენაში არავინ არ თავს დარწმუნებულია ვინ ერაყში არაბები ცხოვრობენ ქვია ეგვიპტეში სხვები ყველგან ასიმილირებული სახით ასიმილირებული ანთროპოლოგიით ასიმილირებული დენები ძალიან იშვიათად მაგრამ ენით და დიალექტით ერთადერთი ჩვენ ვართ ვინც ასე ერთ მუჭად დავჭით და ამის გამოთქმა შეგვიძლია აბა ამგერებს ყველაფერს ვამბობ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა ფონემას ხო ჩვენ გვაქვს ძველ ქართულში ტექსტები ხანმეტი და ჰაერმეტი როგორც იცი ხუთი და ხუთი ხუთხარი შვილო ხაკაკიო ისინი რომ წავიდნენ ჩვენი დიდი გენიოსები იერუსალიმში ჯვილო ხაკაკი ხუთხარი აქ არ უჭირს ამის თქმა თბილისელებს გაგუჭირდა მაშინ თქვენ თბილისელებს ბარის ქართველებს გაგუჭირდათ არა მაშინ არის იქა თქვენ არ ხარ გვეთმოჯვარი წერიათ მაგრამ პართიულ ირანულ armenul აი ეს მოდუმ ინდოევროპულების გავლენა რაღაც არა პრაქტიკაში რო აღარ არის ამოვარდა ეს 19 საუკუნეში ხარი ამოგდეს ასე ნიშანი და არა იმას არა მაგაზე არა თქვენ ახლა სხვანაირად ამბობთ შემოწმაში არ შემიყვანო მსმენელი ის 500 თუ 700 ხო არ დაჭირდა სწრაფმეტყველებას და ამოიღეს ხო და ის მე ერთ-ერთი 5-დან გამოსახავდა იმ ბგერას რომელიც გამოსახავ ყველა მე ის რომ ამოღებული იქნა შესაბამისად უპრაქტიკობის გამო დაიკარგა ამის გამოთქმის უნარიც ამის ამას გულისხმობ მე დიახ ასე ხდება თუ არა აბა ორი ხო იყო ხან და ხარ ხარ ამოიღეს მარტო ჩვენ კი არა მარტო აღმოსავლეთი კი არა და ბარის მაცხოვრება ყველა თაში შეინარჩუნეს ხელსურებს აქვს სვანებს აქვს ვინ არიან როდესაც მართალი ხარ როდესაც ინდოევროპული მოდგმა შემოვიდა მესამე 1000 წლებში ნელ-ნელა აუცეთი არ შემოვიდა ნელ-ნელა საქართველოს რო დღევანდელი ჩვენი მოდგმა ქართველი სახელი არ დავარქვათ აი ეს გენეტიკა ჟ2 და გ2 და რაღაცა მოაწვა და კავკასია გახდა დასაცავი იქიდან მეორე მტერი მოდიოდა სარმატები, ყივჩაღები, ხაზარები, რამდენი და არ გამააო დიახ და საქართველოს ვაშკაცურად ცალხელში გუთნით, წარხელში ხვდით, აი ეს ინდოევროპელებს ეს დაუცვათ, რომ აგენი ამას დედას უტირებდნენ, კაცო. ხაზარები ინდოევროპელებს ამოიგდებდნენ პეკვეშ. დავიცავით და ამიტომ თა ცარიელი იყო და მოგიჟო დავიცებული პოპეუსპარო ვერ მოერია და გაგიჟდა აივინები არიანო ჭანები ჩაასახლეს ჭანთნი მოიდინ ჭანი ეთნო წანარები უკავშირდება წანარები ჭანები არიან მე უწმინდესთან ვარ ალაზები აკავშირებს ლაზოვის მდინარე კახეთი მერვე საუკუნეში დაარსდა კერეჩი მეგრული ტოპონიმიკა რა თქმა უნდა ჭანაში ხულოში ზანური ტოპონიკა იმიტომ რომ ეს ენობრივი განვითარება და არა ვიღაცა მოკლა და ჩასახდა არა ეს ენები სვალებადობა ენის როგორია იცი აი მოგამთენა ასე მოვიდა აქამდე და ერა უცოდინა რომ უბრალო მარტივი ბაგალია ფესვიდან შეხო ბაბუიდან მოდიხარ შენ ციდან ჩამოხვედი ყავს ხო პაპის აქამდე რომ მოხვედი რამდენი პაპა ყავს იცი რონაო წინს დაწერ არ დაგითვლია და ისე არ მოხვიდოდი აქა ბოლოს ერთთან მივდივარ ხო რა თქმა უნდა იმ წინარესთან ამიტომ ენათმეცნიერება ამ მათემატიკა ისტორიულ შედარებითი მეთოდი ნახავ ამ ისტორიაში ამ შევადარებ ეს სიტყვა იქ თუ იყო მსოფლიოში 7 თუ 8 ცივილიზაციიდან პიონერები ვარ ჩვენ მარტო ჩვენ კი არა იმდროინდელი ხალხი შუმერები ხათები ხეთები იბერკოლხები აი ეს რაც არის 4 მერე მოდის და მერე რა მოდის ქართულში რომელსაც დიალექტს უწოდებენ შიშინაბგერები სისინაბგერები აი შიშინაბგერები დიალექტია და სისინა არის დიდ ეს არის ლაზური გვარი შიშინაცი და რა თქმა უნდა ში არის სი ხო და დარჩა შიშინა რა თქმა უნდა კოჩი ში კაცი სი
ნემეშიში გვარი გვარი ჰოში იმისი ამისი იგივე ქრისტეს რა ერქვა იესო იესო შენ ვამბობ იმენიტესო არამეულად იეშუა მე რა მქვია მე თქვით რა მქვია მე რა მქვია იაშა აი იაშა თბილისში რომ მეცხოვებოდნენ იაშა თურქო იაშა თათარო ბიჭო თემურლენგი შენ ქვია შააბაზი შენ ქვია მურვანყური შენ ქვია და იეშუა არის ცუდი კაცო ბატონო იეშუა ორგანაცვალება გვერდობა პატია მაგრამ ვიცი ვარ ჩვენ შეგვიძლია ესეთი ასასრულის მოუნახოთ ჩვენ საუბარს ლამაზი თქვენ რომ იყოთ ხელისუფალი ვინცაც შეგეძლებათ ძალგიჩთ რომ გადაწყვეტილება მიიღოთ ენებთან დაკავშირებით და მათ შორის ლაზურთან რას შეცვლიდით საქართველოს სახელმწიფოში რომ რა არის გასაკეთებელი პირველ ყოვლისა სკოლებიდან დავიწყებდი ინსტიტუტებში შევიდანდი უპირველეს საგანს ქართული წინარე ქართველური ენები წინარე ისტორიები წინა აზიის ხმელთაშუა ზღვის ისტორიები და ქართული ენის დასაბამისეული ისტორია და ბოლომდე აქამდე მოვიდოდი და მე ის მეგრედი და ლაზი იტყო და დედა ჩემი ბაბუყო ვილანე მე რას ვეწოდი რა ის შენ სადარ მიხარ კაცო ფესვი იცი ფესვი რა იპოლიტესთან გაგტო ხაი იმასთან რა გვია აი და ეს მეცნიერება არაო ეს ელევას უბრალოდ იბლატაო რაღაცა თქვა რა ეს არა ეს სერიოზული არ არის ნუ სამწუხაროდ ჩვენ მეცნიერება ამ მდგომარეობაშია მიიყვანეს გააკეთებინეს და აკერეს პაგონი კომუნისტებიც მოხდა ავლინგო რო ახსენებ ბატონო დავით წერან და უპაგონოთ საწყლად ასეა უფალი იესო ქრისტე საწყლად დაჩაგრულად ნაცემად დიდნი და დიდნი ფულიანი და იგენი ნაპოლეონმა თქვა დიდი კაცი იყო ასე დამასწავლეთ რატო და სოფლიო დავიმყარი და ტიტელი ვიდივარო ასე არ უნდა იყო დიდება უფალს საქართველო გაიმარჯვებს დღემდე ის ლექსი გითხარი ხო დღემდე შემონახული მაი ლექსი გითხარი მე მხოლოდ ერთხელ დავიფიცე მზის ჩემი წილი და იმ წუთიდან სხვა ვედრება არ დამწდენია ვბელტავდი მიწას თუ ქვის კოდვით მიკრდოდა ძილი თავად ხარ მოწვერა ნაგლეჯი ჩემომჩენია ეხლა დგავარ და ყრავ ჩემზის წილს იმედით უმზერ ჯერა და ვიცი ბატონო დავით არ დამმადლი ძმას სამოსახლოს კარგი იყო იმ ბეთქრულ დღეს მოგესწრო სულზე როცა ჯერ ცელი მამულები მედგა შენ სახლოს მიყვარს სვანეთის აფხაზეთის რაჭაც შატილიც მაინც ლაზიკას ისტორიის ჯურნალში ვეძებ ერთი ტყაველი მეყობოდა კიდევ მანძილი რომ ასე მწარეთ არ მეტირა საკუთარ პეცზე მე მხოლოდ ერთხელ დავიფიცე მზის ჩემი წილი აი წუთიდან სხვა ვედრება არ დამწდენია ამის შემდეგ სულ ბოლო თხოვნა რომ ლაზურ ენაზე ადვეგრძელოთ ის რაც თქვენ გინდათ რომ ხალხმა მოისმინოს ლაზური ენა რომელიც მას არ ესმის არსად გარდა სარფისა ხო ბოლომდე არ მახსოვს ნაილი გადაღება მიდის და კეშაულობა მომიყვანენ მანქანით მუზეუმში ვართ და მუზეუმში ხო რა მკითხეთ თხოვნა რომ ლაზური ენა გააგონოთ ქართველებს სადღეგრძელებიდან 26 მაისს არის კოლხობის დღესასწაული მონაწილეობას ვღებულობდა მაგ მემატიანის როლი დაწერილი მაქვს 5 გამოსვლა მაქვს 5 გამოსვლის შემდეგ 2 სიმღერა და ეს გამოსვლა არის მთლიანობაში რაც შევძელი მოკლედ აი ზოგადი სამყაროს დასაბამისეული ისტორიის ნაწილი აი კულტურები არის საიდან მოვიდა რაც შევძელი რა დავამოკლე რომ ბევრი დრო არ მაქვს სულ სამწუთიანი 5 წუთიანი თქმები კიდევ აი მეორე რა უნდა მეთქვა ლაზურად გითხარი ხო ხოლო გუიქთუ წანადო მე ვთარგმნი ხოლო ქომოხთუს თველითი ხოლოთი ეცა შთუდებდგირ ხოლო ეშომ თუბს ეშომ ჭიფს დღანულუნ წანა მუს ნოყობს ჩქინ ანდღალეფებ კოროცხობთ წანას არ დღარენ შურისნა ჟორა ეშულუნ მემოჩხობს ანენა დიდოს ვარუჩქინ ხვალა მანდოსინ შუმშინე სინგიყონუნტას ვაროჩქვა იბირი მოტგაშკურინენ
გუის გარინი მომიხდებს მუშენი კაი გაჩკიდნენ სარფი სინ შურის გოგიხდა სი ჭერაჩკიმიშ დაჩხირე გაიგეთ რამე გაუმარჯოს გავიგეთ ყველაფერი გაიგეთ ხო ეხლა მე შემოგიერთე აკამოთოჯე აზურ საბეგზელოს როგორ არ შემოუე ყველა სიტყვას ქართული იყო იქა ო ხოლო გუიქთუ წანადო ხოლო ისევ შემოტრიალდა წელი და ხოლო წანა წველი ხოლო კომოხტუს თველითი კიდო მოვიდა რთველი სტველი ო ხოლოთი ეცაშტუთ კიდო იმცის დაბლავდგავა სტველი მოდის სტველიდან თველიდან ყველა სიტყვის დასაწყისი ძირი ლაზური. ზე საიდან მოდის ზე არაფერი არა სემანტიკურად ხო ზე ჟარი მეგროდა ლაზურად ჟორა მზერა ლაზურში ჟორა უფრო ისა ჟორა უკვე შინაარსია ხო მზერა იმზირება რა უნდა მეკითხა კიდე არა